რუსეთზე დამოკიდებულების უარყოფითი შედეგი საქართველოზე აისახება ოკუპანტის სახელმწიფო დიზელის ბაზარზე. საქართველოში დომინანტია გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი თავადაა მძიმე მდგომარეობაში, იქიდან დიზელის გატანა აიგრძალა. ეს გავლენას მოახდენს ჩვენს ქვეყანაზე. დიზელის საწვავის ფასი მოიმატებს, დეფიციტის თავიდან ასაცილებლად კი ქვეყანას ალტერნატივის მოძებნას სხვა ქვეყნებში მოუწევს. რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ინფრასტრუქტურას უკრაინა ყოველდღიურად ანადგურებს, ეს თქვენ იცით. ქართული ოცნება წლების განმავლობაში ზრდიდა ქვეყნის რუსეთზე დამოკიდებულებას. ივანიშვილის პოლიტიკის შედეგს ახლა მოქალაქეები საკუთარ ჯიბეზე იგრძნობენ. რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების სიმძიმეს საქართველოში კიდევ ერთხელ იგრძნობენ. ქვეყანაში რუსული დიზელის საწვავის იმპორტი შეწყდება. უკრაინულმა დრონებმა ოკუპანტის სახელმწიფოს ნავთობის ინდუსტრიას იმხელა ზიანი მიაყენეს, რომ გამოსავლის ძიებაში პუტინის რეჟიმი ექსტრემალურ გადაწყვეტილებებს იღებს. ქვეყნიდან დიზელის საწვავის გატანა აიკრძალა. რამდენიმე კვირაა უკვე აკრძალულია ბენზინისა და საავიაციო საწვავის ექსპორტიც. დღეიდან ამოქმედა დიზელის საწვავის ექსპორტის აკრძალვა. ეს საშუალებას მოგცემს გავზარდოთ მიწოდება შიდა ბაზარზე. ივლისში დავიწყებთ ნავთობპროდუქტების იმპორტს საზღვარგარეთიდან. ასევე ვზრდით წარმოების დამატებით მოცულობას. უფრო დაბალი ეკოლოგიური კლასის ნავთობპროდუქტების ხარჯზე. მიუხედავად მიღებული ზომებისა, მთლიანობაში მდგომარეობა მარტივი არ არის. ბენზინგასამართ სადგურებში არსებული ვითარება ადამიანების შეშფოთებას იწვევს. მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის ხელისუფლება დამატებით ზომებს იღებს. დეფიციტი არა, თუმცა დიზელის საწვავის გაძვირება მოსალოდნელია. ნავთობიმპორტიორები ამბობენ, რომ მიწოდების არსებული ჯაჭვის ჩანაცვლება მოუწევთ. მაშველი რგოლი კი საქართველოსთვის ამ შემთხვევაში აზერბაიჯანი და შუა აზიის ქვეყნები იქნებიან. ეხლა მოუმატებთ უბრალოდ კითხვას და რაოდენობებს აზერბაიჯანიდან, შუა აზიიდან ავიღებთ, იმიტომ რომ შუა აზიურ ყველა ესე ვთქვათ ქვეყანას ჩვენთან ურთიერთობა უნდა. მე მინდა გითხრათ თქვენ და მოგცეთ ესე ვთქვათ პირობა, რომ სადაც ვიშოვით იაფად. ჩვენ არჩევანში ვართ თავისუფალი. სადაც ვიშოვით იაფად, იქ შევიძენთ ნებისმიერ საწვავს. შეიძლება იყოს მომატებული ფასი დროთა განმავლობაში, ამაში ჩვენ დღეს არ ველოდებით, მაგრამ დეფიციტი საქართველოში არასოდეს არ შეიქმნება. ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე რუსეთთან ვაჭრობის მაჩვენებელმა ზრდა დაიწყო. პიკს კი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მიაღწია და დღემდე მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება. განსაკუთრებით მაღალია დამოკიდებულება ნავთობპროდუქტების სეგმენტში. თუკი ბენზინის შემთხვევაში ბაზარი მეტნაკლებად დივერსიფიცირებულია, დიზელზე რუსეთს სრული მონოპოლია აქვს. ქვეყანაში მოხმარებული ამ კონკრეტული საწვავის 70%-ზე მეტი სწორედ რუსეთიდან შემოდის. ეკონომისტები ოკუპანტ სახელმწიფოზე დამოკიდებულების ნეგატიურ ეფექტზე მიუთითებენ. რუსეთთან მიმართებაში დამოკიდებულება ყოველთვის არის რისკის მატარებელი. ის არის არასანდო ასე ვთქვათ პარტნიორი ერთის მხრივ, მეორე მხრივ აგრესორი ქვეყანა და შესაბამისად ამიტომ ეკონომიკურ დესტაბილიზაციაში და სანქციებში შეიძლება მოყვეს და ამიტომ მუდმივი მიწოდების ჯაჭვი შეიძლება შეექმნას პრობლემა. რუსეთის მხრიდან თუ რამე ესე ვთქვათ დეფიციტური გახდება, ძალიან მარტივად და სწრაფად შეიძლება მისი ჩანაცვლება. თუმცა ბიზნესი, მიკროეკონომიკა ამას მაინც გამოიყენებს როგორც ფასების ზრდის ესე ვთქვათ ტენდენციას და სტიმულს და უნდა ველოდოთ იმ ესე ვთქვათ ნავთობპროდუქტებზე, რომელზეც ძლიერად ვართ რუსეთზე დამოკიდებული, ფასების ზრდის ტენდენცია გაგრძელდება. უკრაინული დრონები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ურტყამენ, მაგრამ მათი ეფექტი საქართველოს ბაზარზეც იგრძნობა. საწვავის გაძვირების რისკი რეალურია. ეს ისტორია კი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ყოველდღიური ფინანსური რისკიცაა, რომლის ფასსაც საბოლოოდ მომხმარებელი იხდის.